დებულო მეგობრებო, მოყვასო, საუკეთესო მოდგმის, საუკეთესო ენის, საუკეთესო ქვეყნის ხალხო, სამომავლებო, ამას წყალი არ გაუვა, მე ამას ჰაერიდან არ ვამბობ, ამაზე ძალიან ხშირად საუბრობ და მადლობა ღმერთს აქ მყოფობისათვის, აქ ცხოვრებისათვის, ამენაში მყოფობისათვის 45-50 საუკუნეა მინიმუმ ეს უკვე რა არსებობს ჩვენი ერის საცხოვრისი, ჩვენი ენის ჩამოყალიბების ეპოქა, იმის მერე ვცხოვრობთ აქ და ესეთი ღვთისწყალობა გვაქვს და აი ამაზე უნდა ვისაუბრო ზუსტად დღეს და როდესაც აი მსგავსი განცხადებები, მსგავსი კვლევები, მსგავსი შესაბამისად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის განვრცობა ზოგს არ მოწონს, ან რატომღაც ძალიან ცუდად გამოხატავს ამას, გვეძახი სრულიად შეუსაბამო სიტყვას ურაპატრიოტებს. ხო წარმოგიდგენიათ და მე აი პირდაპირ ვამბობ, რომ მგონია, რომ ისინი არიან ან არაქართველები, ან არასრული ქართველები, ან რაღაც მძიმე დაავადება აქვთ აზროვნებაში და გონებაში შესული, რომ ებრძოლონ აი ამას. პირიქით იმას უნდა ებრძოლონ, რაც ხილულად არის დაკნინებული, ხილულად არის დაპატარავებული. აი ჩვენი შეიძლება ითქვას შესაბამისად ბრძოლის ფრონტი არის შემდეგი, რომ თქვენ უამრავი ადამიანი ნახულობთ ისტორიული საქართველოს, ძველი საქართველოს სხვადასხვა ეპოქების, ეს იქნება შუა საუკუნეები, ადრეშუა საუკუნეები, მაცხოვრის ეპოქა, მანამდელი ეპოქა თუ ასე შემდეგ რუკებს, სადაც ესე გამოოგნებლად პატარა არის ჩვენი ერი, გამოოგნებლად პატარა არის ჩვენი ქვეყანა, მოდით ასე ვთქვათ, იბერია და იბერები ეწოდება აი ამ რუკიდან გამომდინარე და იბერთა ქვეყანა ამ რუკიდან გამომდინარე ეწოდება აი ესეთი ჩარჩოში მყოფ ქვეყანას, აქეთ რო ლიხის ქედია, აქეთ რო ცივგომბორის ქედია, მაღლა რო დიდი კავკასიონია და ქვემოთ რო მცირე კავკასიონია. აბსურდი, უნამუსობა, უსინდისობა, ოროსნობა ქართველი ერისა და იბერთა დიდი მოდგმის მტრობაა ესა და შესაბამისად აი ამას უნდა ებრძოლოს ადამიანი და არა ისეთ სწავლებებს, შესაბამისად ისეთ მიდგომას, როგორცაც აი ქეთს ვიხრი ჩემი მასწავლებელი და დიდი მეცნიერი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე აყალიბებს, წერს და ასე შემდეგ და გვთავაზობს და დაწერილია 100 წიგნი. დაწერილია 500 სტატია. შექმნილია ამაზე მისგან არის 100 წიგნი დაწერილი და 500 სტატია ამაზე შექმნილი და 100 რუკა შექმნილი, აი ერთ-ერთი რუკა, მე ამას გადაცემის თავსართათაც დავდებ და შესაბამისად მე სხვადასხვა რესურსებს შემოგთავაზებთ და ნებისმიერ ადამიანს კიდე ვთავაზობ, რომ ეს რუკა და სხვა რუკებიც გადავუგზავნო მათ მიერ წარმოდგენილ გადმოცემულ მისამართზე. გინდათ ელექტრონულად და გინდათ ცხადში. შესაბამისად აი ამაზე უნდა ვისაუბროთ, თუ სად იყო ჩვენი ხალხი განფენილი, სად იყო ჩვენი ერი განფენილი და აი დღეს ხო არის მაგალითად ხო ამბობენ, რომ 5000 ერი არსებობს დედამიწაზე, მე გეტყვით რა თვისებებით განაპირობებენ ისინი ერის არსებობას და შესაბამისად 200 სახელმწიფო. აი ამ 21 საუკუნეში, როცა 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე, ხო? 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და რა თვალსაზრისით ყოფენ მათ სხვადასხვა ერებად, რომ ეძახიან, რომ 5000 ერი ცხოვრობს დედამიწაზე და მოდით ახლა იმ ეპოქაში წავიდეთ, სადაც შესაბამისად ის მახასიათებელი რაც ერს ქონდა, შესაბამისად ქონდა მეტი ალბათ 100 ერს, 40 ერს, 20 ერს და მე და გეგამ ჩემმა მეგობარმა გიორგი გეგახვედელიძემ ამაზე ვისაუბრეთ 1 ერს, ანუ ფუძე ერს, წარღვნიდან 500-600 წლის განმავლობაში ხო იყო? ამაზე მეცნიერებით საუბრობენ, რომ ყველა ეს ენა, მაგალითად, ვინც დღეს სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში ადგილობრივი ძირძველი ხალხები საუბრობენ და ავსტრალიაში და დასავლეთ ევროპაში და
აღმოსავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთში, შორეულ აღმოსავლეთში, აზიაში და შუა აზიაში, რომ ადამიანები საუბრობენ, ყველა მეცნიერი ობიექტური, ეხლა ვინც არ არის უცხოპლანეტელი ან უცხოპლანეტელების მომხრე ან რაღაც მწარე ევოლუციონისტი, შესაბამისად ესენი საუბრობენ, რომ აი ლოგიკურია, რომ ერთი ენიდან მოდის, ერთი სამეთყველო ენიდან მოდის, ამდენი ენა და ყველა იმ ერთი ფუძე ენის შვილები არიან ეს ღევანდელი ენები და ეს ლოგიკურიც არის და დამტკიცებულიც არის. კარგად გამიგე და ეს არის ფუძე ერის ენა, ფუძე ერის, რომელიც კიდე ერთხელ ვიმეორებ, წარღუნიდან ბიბლიურად. წარღუნიდან არსებობდა 500-600 წლის განმავლობაში, ანუ ერთი ენა რო იყო, მერე გაჩნდა მაგალითად არის ამაზე აღწერილი, აი ჩვენ ვისაუბრეთ, არის ესეთი დიდი მეცნიერი, დიდი ისტორიკოსი მეორე-მესამე საუკუნეში მცხოვრები ადამიანი, კლიმენტი ალექსანდრიელი, მეოთხე საუკუნეში მცხოვრები, ასევე იულიუს აფრიკანუსი და ესენი ჩამოთვლიან იმ ერებს, რომლებიც აი ბაბილონის დაცემისა და გაფანტვის მერე წარმოიქმნენ, რა ერები ცხოვრობენ და აი მოდით აქედან დავიწყოთ ახლა. შესაბამისად, აი მაგალითად კლიმენტი ალექსანდრიელი, იგივე იულიუს აფრიკანუსი ახლა ვთქვით, რომელიც ასახავენ აი მეორე საუკუნეს, მისობისას არსებულ ერებს, მათ საცხოვრისებს, ყვებიან სტრომატაქვია ამ წინ ძალიან დეტალურად ამ ერების განფენილობას, ეს აბდაუდა კი არ ლაპარაკობენ, რომ მაგალითად ჯერ აი აქ ჩვენ რეგიონში მცხოვრები ხალხი აღწერონ, მერე უცებ სადღაც შუა მდინარეში და მერე დასავლეთ ევროპაში მცხოვრები. აი ესე თანაბრად მიყვებიან, თანაბრად ხილულად მიყვებიან იმ ხალხებს, საცხოვრისებს დეტალურად, ძალიან დიდებული მეთოდოლოგიით და აღწერენ და მე ახლა ჩამოგითვლით იმ ხალხს, იმ ერებს, რომელიც რაღაც დონეზე აი საბჭოთა ეპოქის მეცნიერს, დიდ ქართველს, დიდ მეცნიერს, ქეცვი ხრიმის სულის წინაშე რა იშრომა და რა იღვაწა, მიუხედავად იმისა, რომ 3-4 დეტალი ბიბლიურ გეოგრაფიაში შეეშალა, მან ზღვა საქმე დადო, ზღვა მასალა დადო, თარგმნა რა დასავლეთის, ანუ ლათინური, ბერძნული შესაბამისად ხალხების მწერლების ცნობები საქართველოზე, ეს არის დიდი სიმონ ყაუხჩიშვილი და მისი შვილი ქალბატონი თინათინ ყაუხჩიშვილი საოცარი შრომა დადეს და ისინი აი ამ ჩამონათვალში, რომელიც როგორც მოგახსენეთ, სტრომატადან არის კლიმენტი ალექსანდრიელის წიგნებიდან, იულიუს აფრიკანუსის წიგნებიდან, იპოლიტეს წიგნებიდან, შესაბამისად ამუქებენ, ზოგი რო კარგად მიხვდეს, აბოლდებენ ბჭყალებში, ანუ ხაზგასმული აქვთ შემდეგი ხალხები, რომელთაც რაღაც დონეზე ქართველებს ჩვენს წინაპრებს უკავშირებენ. ესე იგი ჩამოთვლის რა ეს ადამიანები, აი კლიმენტი ალექსანდრიელი პირველ, მეორე, მესამე საუკუნეში მცხოვრებ ხალხებს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ქართველთა მონათესავე ხალხად რო იგულისხმება, იხსენიებს მიდებს, მიდები არიან, მოგეხსენებათ მიდეას ხალხი, საიდანაც წარმოშობით იყო მაგალითისათვის ფარნავაზის დედა, გარგანებს, ახლა გარგანები მოგეხსენებათ და თვითონ რგ რა მნიშვნელობის არის, კორზიენებს, კორ მოგეხსენებათ როგორი მნიშვნელოვანი არის ფუძე, კაბადოკიელებს, ტიბარენებს, ხალიბებს, მოსვინიტებს, კოლხებს, მელანკენებს, მისუდებს, ანუ სხვა ნუსხით ეპიფანია ესეთი ადამიანი, იმის ნუსხით მოსხეიდინებს, ანუ აი მისუდები და მოსხეიდინები სინონიმებია, ვიმეორებ ეს ხალხი გამუქებულია სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, აი ამ ჩამონათვალში, ზოგი არ არის გამუქებული და ხაზგასმული, ესე იგი თვითონ ბატონი ცხონებული სიმონ ყაუხჩიშვილი მათ ართვლი და მონათესავე ტომებად. და კიდე აქ არის 20-ზე მეტი ხალხი, აი რომელთაც არ იხსენიებს შესაბამისად, რომელთაც არ აღნიშნავს სიმონ ყაუხჩიშვილი, მაგალითად კერკეტები, ფრიგები, ეთიოპელები და ასე შემდეგ, აი ხალხები, რომლებიც რაღაც დონეზე გვემეზობლებიან აშკარად, მაგრამ აი არის მიჩნეული, რომ ესენი ჩვენი ნათესავები არ არიან და აი ახლა ახლა გალატელები საერთოდ ჩამოგვაჭრეს და სხვა კუთხემ და სხვა ერმა მიითვისა, იცით ეგა თქვენა და
ამბობენ რომ აი გალატელებისა და ფრიგიელებისა და ასე შემდეგ ნათესავები შთამომავლები ჩვენა ვართო რა ჩვენი მეზობელიერი ამბობს და იქ რო ქალაქი გორდი იყო რომელსაც გორდიენი და რომელსაც სინამდვილეში არა გორდი არამედ გორდუ და კარდუ და ფაქტობრივად სინონიმი ეწოდა ამ კარდუს მთისა და ქალდეასი და ჩვენი პირველი სახელისა ამაზე არ საუბრობენ არა ესო ფრიგიის დედაქალაქიო გორდუ არაფერ შუაში არ არისო კარდუსთან და ქართუსთანო შესაბამისად იქ არის ნახსენები ეთიოპიელებიო და ნახეთ რა ხდება ეთიოპიელები სამი ეთიოპია არსებობს ეს ჩვენ დავადასტურეთ და ნებისმიერ ადამიანს ვაჩვენებ და ვანახებთ ერთი ეთიოპია არის ის ეთიოპია რომელიც აფრიკის რქაზეა განთავსებული ეხლა რო დაიშალა 10-15 წლის წინ და ერიტრეა და ეთიოპია რო შეიქმნა სომალის მეზობელი და მეწამული ზღვის სამხრეთ არსებული ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში ეს არის ერთი ეთიოპია რომელიც არის ბოლო ეთიოპია პირველი ეთიოპია კი არა პირველი ეთიოპია არის ქუშის ქვეყანა რომელიც არის არარატის მთის აღმოსავლეთი და იქ მაცხოვრებელი იქიდან არის ნებროთი იქიდან არის ფარნავაზის დედულეთი იქიდან არის შესაბამისად ძველი მიდები და ეს ძველი სპარსები და საოცარი მოდგმა ეს არის პირველი ეთიოპია, უეჭველი ეთიოპია, ხაზგასმულიც არის. იქიდან იყო, მერე შემდეგი გადაცემისა იყო, იქიდან იყო მოსეს ცოლი, სეფორა და იოთორ პირდაპირ არის ნახსენები უამრავგან, რომ ეს ქალი თან ეთიოპიელია, თან ქუშიტია, თან ჰინდოა, აქაც იყო პატარა ქვეყანა ჰინდო და ასე შემდეგ მე ამაზე მისაუბრია, ვინც ამით დაინტერესდება, ან ჩაეძიოს, ან შემომეხმიანოს და კიდევ უფრო გავშლი ამას და. ასევე მეორე ეთიოპია არის შესაბამისად აიეტიოპია, ასე ვთქვათ, აიეტის ქვეყანა და აიეტის სამყარო შესაბამისად სრულიად მოსალოდნელია და მისაღებია, რომ ის ეთიოპია შავთავიანობამ გამო გააჩინა სახელწოდება აი შავთამიანებს ნიშნავს ეთიოპები რომელიც სამხრეთშია და ეს ეთიოპია აიეტმა გააჩინა და აიეტიოპია და ეთიოპია ასე გაჩნდა და უამრავი წყარო არსებობს აი მატათა მოციქული რომლის მყოფობა დიდი მადლობა ღმერთს და დიდი მადლობა ამ ღვაწლისათვის მიტროპოლიტანანია ჯაფარიძეს რომლის ძალისხმევითაც გონიოში არის შექმნილი დაფუძნებული მაცხოვრის მოციქულ მატათას საფლავი აი რატო ვეუბნები მას მადლობა უამრავგან მატათას მყოფობა საქართველოში დასტურდება შემდეგი რამით რომ აი მატათა ცხოვრობდა ქადაგებდა და გარდაიცვალა იქ სადაც აფსაროსი ჩამოდის და ეთიოპიის ქვეყანა ანუ სინონიმები აი სადაც შესაბამისად ფასიანები ცხოვრობდნენ და სადაც არის აფსაროსი აი ეს ძალიან ბევრი ერთი კი არა 20 წყარო არსებობს რომ ეთიოპიაში ქადაგებდა და ეს ეთიოპია არის თანხვედრილი აფსაროსია ნახსენები და აფსაროსის ციხე ქალაქი აფსაროსი და ასე შემდეგ და მოგეხსენებათ რა რეგიონშიც არის და ესეც ეთიოპია იმის თქმამდე ანუ ესენი ჩვენი ნათესავები არიან მაგრამ ის სულ განათლებული სიმონ ყაუქჩიშვილი ამას არ აღწერს გამიგეთ ასევე იქ მაგალითისათვის მე მოგახსენებთ არსებობს სხვადასხვა წყაროები უკვე შუა საუკუნეების შუა ეპოქაში მცხოვრები ადამიანები კონსტანტინე პორფიროგენეტი გრიგოლ ამარტოლი სვიდას ლექსიკონი არის ესეთი წიგნი კიდე შესაბამისად იქ არის ჩამოთვლილი უამრავი ხალხები აქ მაცხოვრებელი ადამიანები აი თომასლავის აჯანყებაში რა ხალხმა მიიღო მონაწილეობა რა ერზრუმის გარშემო რა ხალხი ცხოვრობს და ასე შემდეგ და იქაც არის უამრავი ქართველი ხალხი ნახსენები მე აი დავაკონკრეტებ რომელი ქართველი ხალხი შესაბამისად ესენი რაც მე ჩამოვთვალე ესენი უარიანო იაფეტის შთამომავლებიო ამბობს კლიმენტი ალექსანდრიელი და აი აქ განფენილი ადამიანებიო კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აი დასავლეთ ანატოლიაში და შუამდინარეთის ხალხები არ ჩამოვთვალე რომელნიც ძალიან ბევრი უკვე ადრეულ ეპოქაში ეხლა სიტყვაზე 40 საუკუნის წინ და 35 და 30 საუკუნის წინ იქაც იყო უამრავი ქართველი რაზეა საუბარი ეხლა პელაზგები და ეტრუსკები და ამაზე ხშირად საუბრობთ და გაახაროს ღმერთმა გიორგი გიაკვაშილავა რომელიც ადასტურებს აი კრეტაზე და ქრთს
მომენტზე ქართველთან მყოფობას და ასე შემდეგ. ასევე შესაბამისად ჩამოთვლის კლიმენტი ალექსანდრიელი ხალხებს სემის მოდგმიდან. აქ ეხლა კარგად გამიგეთ, აი ცალკე აი ამ წყარო მომყავს მე და აი ამ წყაროს ვიმეორებ და მეორე რაღაც დონეზე განმარტავ კიდევაც, რომ აი სემის მოდგმიდან ხალხებს ჩამოთვლის იგი და აი ამ სემის მოდგმაში ახსენებს ქალდებს, ელამიტებს და ლაზონებს მათ შორის რა. საქმე რა შემდგომარეობს, იცით რომ ეს ლაზეთი ხო ჯერჯერობით ძალიან გრანდიოზული ქვეყანაა რა. ძალიან დღესაც გრანდიოზული ქვეყანაა ლაზეთი, იმის და მიუხედავად რამხელა ექსპანსია მოხდა, კარგად გამიგეთ და ეხლა ნუ თუ თქვენთვის უცხოა ეს ამბავი, რომ იგივე ეს ხანდახან ეს ლაზეთი და ეს მანამდე კოლხეთი რო ერქვა, მერე შესაბამისად რაღაც დონეზე ლაზეთად გადაიქცა ეს სიტყვა და აი მეხუთე საუკუნეში, აი მაგალითად პირველ საუკუნეში რო სტრაბონი კოლხეთზე საუბრობს, იმავე მაგალითად აგათია სკოლასტიკოსი და პროკოფი კესარიელი და თეოფილაქტე სიმოკატა და ასე შემდეგ, უკვე საუბრობენ იგივე ქვეყანაზე, იგივე მიწაზე, იგივე ხალხზე, იგივე მდინარეებზე, უკვე ლაზიკაზე რა, შემიძლია ეს წიგნებით შემოგთავაზოთ, აი სტრაბონი კოლხეთის შესახებ და ეს 5, 6, 7 ავტორი ლაზიკის შესახებ და ამ დროს საუბარი ერთი და იგივე ქვეყანაზე რა, ეხლა როგორც მაგალითად სინონიმებია გეორგიანელი, ქართველი და იბერი და ასე შემდეგ გააჩნია ვინ როგორ გვეძახის რა და გურჯი და გრუზინი და ასე შემდეგ, ხო? ასე სახელმწიფოსაც ასე ეძახიან რამდენიმეს და მაგალითისათვის ეხლა თქვენთვის უცხოა და უცნობია იმის თქმა, რომ ბაგრატიონები მაგალითისათვის ბაგრატიონები არიან ლაზები, ცხოვრობენ რა სპერში, სასპერეთში, ქვემოსპერში, ზემოსპერში და ასე შემდეგ. ბაგრატიონები არიან, რადგან სპერია, სპერელები, ცხადია და სასპერეთელები, ხო? ბაგრატიონები არიან ხალიბებიც, რადგან ეს არის ხალიბეთი, გამოიარა რა აქ მაგალითისათვის ქსენოფონტემ ნახა რომ ეს ხალიბეთია და არქვა ხალიბეთი და იქ არის სოფელი ერკინისი, რკინა და ასე შემდეგ და უამრავი კერა რკინის წარმოებისა და პირველი ხალიბების საცხოვრისი. ბაგრატიონები არიან ტაუელები, ტაოკლარჯეთელები ამასთანავე. ეს სრულიად ჩვეულებრივია რომ ადამიანი იყოს მაგალითისათვის ჯავახიც და მესხიც და სამცხელიც და ასე შემდეგ. ჯავახეთზე და მესხეთზე მერე ვისაუბროთ კიდე. შესაბამისად ახსენებს რა ლაზო და კარგად გამიგეთ ეხლა რა ეს საუბარი არის კიდე ერთხელ გეუბნებით ფუძეერის მოდგმის ხალხზე და იქიდან წამოსულ ხალხზე და ვინც რომელიც გაბედავს და იტყვის რომ ბაგრატიონები და მაგალითისათვის აშოტ კურაპალატი ძალიან რომ მიყვარს და ბაგრატ მესამე და სულმნათი დავით აღმაშენებელი ქართველი არ არიანო, უნდა ენა მოაჭრა რა. ძალიან კი არა, პატარაზე 1-2 მილიმეტრი, 3 მილიმეტრი. რომ ლაპარაკი გააგრძელოს, ოღონდ სხვანაირად რა. შესაბამისად, ახლა რა თქმა უნდა მე ეს თქვი პათეთიურად და იდიომა იყო და არა პირდაპირ გაგება ღმერთმა დაიმფაროს ასეთი გადაწყვეტილების მიღების გან ვერტო გადაგვარჩინე. ასევე შესაბამისად იგი ჩამოთვლის სხვადასხვა ხალხებს, აი აქ მაცხოვრებელ ადამიანებს, ეგრა მაგის პასუხია და ახსენებს ასევე არმენიელებსაც, ეხლა რომელნიც ეხლა ჩვენი ნათესავები არ არიან და იგი ამბობს, რომ აი უფირის მოდგმიდან არიანო, ნაწილობრივ ესენიო არიანო, ნაწილობრივ ესენი არიანო, შესაბამისად ასირიდან წამოსული ხალხიო, ანუ სემის ტომიდან წარმომავლობაზე საუბრობს და მერე ამას თქვენთაც იხილავთ რა, ის სტრომატა წაიკითხეთ და იქიდან უფრო მეც გაიგებთ რა, ვიდრე ჩემგან. აი ასევე აღსანიშნავია რომ მისობისას აი კლიმენტი ალექსანდრიელი ცალკე ახსენებს აი ქალდებს და ცალკე ახსენებს ებრაელებს რა და უკვე პრაქტიკულად აი იმის მიუხედავად რომ ყველამ ვიცით და ცხადია თვითონაც ამბობენ და რაზეა ამაზე საუბარი ბიბლიური წყაროა ესა
შესაბამისად არსებობდა ქალდეველთა მოდგმა, დიდი მოდგმა აბრაამამდე, ისააკამდე შესაბამისად და დაიბადა რა ამ ოჯახში ასევე იაკობი. შესაბამისად აი აქამდე არსებობდა მათი ცხადლივ ქალდეველობა და მერე უკვე იწყება ებრაელობა, ისრაელიტიანობა, ხო? შესაბამისად აქედან გამომდინარე რაღაც ქალდეველების ნაწილი დარჩა სხვა სამყაროში, სხვა ენაში, ფუძე ენაშიც ასე ვიტყოდი მე რაღაც დონეზე, მე წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ, რომ იქ სადაც იყო ქალდეა და ქალდეველთა გული და ქალდეველთა ური, რომელსაც ქალდეველთა ური არ ქვია მცხეთურ ხელნაწერში და ქვია ქალდეველთა სოფელი და აქედან გამომდინარე ჩვენ ხვდებით რომ ური, სიტყვა ური ზოგი რას ამბობს, ზოგი როგორ შიფრავს, ზოგი როგორ შიფრავს და სულმნათი და გენიოსი ადამიანი გიორგი მთაწმინდელი შიფრავს როგორც სოფელი და სხვათა შორის ზუსტად ასე არის მოცემული ძველ ბერძნულ ბიბლიაში, სეპტუაგინტაში, მაცხოვრის ეპოქამდე როა დაწერილი ძველი აღთქმაზეა ცხადია საუბარი, იქაც ხორა ხალდეონ წერია და აი ხორა და ური ძველ ბერძნულად და ძველ ქართულად სინონ ხორა, ური, აქაც შესაბამისად მსგავსი ფუძეებია და სოფელს ნიშნავს და იქ სადაც სამხრეთ ერაყია, იქ 50 ური იყო და სიტყვა ურისგან ნაწარმოები სახელი და დღევანდელ ანატოლიაში, აღმოსავლეთ ანატოლიაში, რაც ძალიან დიდი ხანი წარღუნიდან დღემდე, მოდი ესე ვთქვათ, არამც თუ შესაბამისად შუა საუკუნეებამდე საქართველოსი იყო და ქართული იყო, იქაც უამრავი რამე არის სიტყვა ურით ნაწარმოები და დღევანდელ საქართველოში, სადაც ცოცხალია უამრავი 20, 30, 40 საუკუნის ტოპონიმი, აქაც უამრავი სიტყვა არის ნახსენები ურით. ეხლა ურეკი და სურამი და ხაშური და ამბროლაური, ჩოხატაური და ასე შემდეგ თქვენ თვითონაც მიხვდებით, ზოგან თავშია ური, ზოგან შუაში, ზოგან ბოლოში ურაველი გამახსენდა, რატომღაც უნდა მომინდა რომ მეთქვა, რომელიც არის ნახსენდა ახალციხის რაიონში. შესაბამისად ესეც ძალიან ანუ ცალკე ახსენებს კლიმენტი ალექსანდრიელი პარალელს ავლებს ორ სიტყვას შორის ებრაელები, რომელიც იუდაელები არიანო და ცალკე ახსენებს ქალდეველებსა და ეს ქალდეველები, რომელთა ნაშთები დღესაც არის იმ რეგიონში, აუცილებლად იხილეთ, აი ნისიბისი როა ქალაქი მაგალითისათვის და ჩრდილო ერაყი სადაც არის და ჩრდილო აღმოსავლეთ სირია სადაც არის, იქ მონასტრებია ქალდეველთა, პატარა, ძალიან პატარა კოლონიები არის, კოლონია ახლა იმ თვალსაზრისით ვთქვი, რომ საცხოვრისები, მათი სოფლები, ეკლესიები და ასე შემდეგ, თორე რომელიმე ან კუთხეს ერქვას, ან რეგიონს ერქვას, ოფიციალურად ეგრე არ არის. თუმცა იქაც ცხოვრობენ ქალდეველები და ასევე ტრაპიზონის სამხრეთით რო ჩამოხვალთ, იქ უამრავი ადამიანია იგუმიშხანეში, კოსეში, ლერიონში, პაიპერში, კელკიტში, სატალას ადგილას, დომანას ადგილას, გუმიშხანეში, ტორულში, ზიგანაში, უამრავი ადამიანი გეტყვით, მით უმეტეს აი ჩემი ასაკისა, შუა ასაკისა, ახალგაზრდა მოხუცი, უამრავი ადამიანი გეტყვით, რომ ჩვენ ვართო ქალდებიო. კიო, ქალდეველი ვარო, იციან, წარმოგიდგენიათ და უნდა ჩაეძიოს ადამიანი ამ საკითხს რა, როდის ჩდება იქ ქალდეა, საიდან ჩდება, რა ზოგი რო აი ისეთ აბსურდულ განმარტებებს აკეთებენ, მეტი არ შეიძლება ისე განვიცდი ამაზე და ასევე ამბობს კიდე ეს სუბოლოს უკვე ჩამოთვლის არა შესაბამისად აი სემისგან წამოსულ ტომებს, ვინც მონაწილეობდა და გაიფანტა, სადაც არ ახსენებს იბერებს, აქაურ აღმოსავლეთ იბერებს, კლიმენტი ალექსანდრიელი. ეს კიდე ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ანუ მცხეთელები, წუნდელები სიტყვაზე და აი ჯავახოსის თაობმავლები, მცხეთოსის თაობმავლები, ეგროსის თაობმავლები და ასე შემდეგ, ქართლოსის თაობმავლები არ ვიყავით ბაბილონის გოდოლის ჩვენებლებაზე. წარმოგიდგენიათ რამხელა საჩუქარია ღვთისგან და ჩვენი წინაპრისაგან. შესაბამისად და აქ უკვე მეორე აი დასასრულისკენ იგი ჩამოთვლის, რომ საკუთარი ენაო ამ ხალხს აქვთო და მიდიიდან დასავლეთისაკენ ახსენებს 50-60 ხალხს ტომს და აი ქალდეველებსო, მიდებსო,
სპარსელებს კიდე ცალკე ახსენებს, წარმოგიდგენიათ კლიმენტი ალექსანდრიელი, რომ უკვე განსხვავებულია იმ ეპოქაში, რომ აი სპარსელები ცალკე არსებობენ და მიდები ჯერ კიდე ცალკე და სხვადასხვა ენა აქვთ. ხვდებით ხო, სხვადასხვა ტომია, როგორც მინიმუმ. აი ამ ენაზე და აი ამ ეპოქაში როგორ აჯგუფებდნენ ისინი ერებს და როგორ აჯგუფებდნენ შესაბამისად ქვეყნებს, აი 5 წუთში, 10 წუთში ვისაუბროთ. ჩამოთვლის აი კასპიელებს ჩამოთვლის კასპიელები დაახლოებით ახლა 35-40 30 საუკუნის წინ რომ ჩვენი ნათესავები იყვნენ და ჩვენი მონათესავე მინიმუმ და დიდი შანსია რომ სრული ქართველებიც იყვნენ, ამას წყალი არ გაუვა. აი კოლხებს, სანებს, მერე იქით უკვე ბერბერებს ახსენებს და ასე შემდეგ. ახლა ბერბერებზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დააზრია, რომ ესენიც ქართული წარმომავლობის ხალხი არიან და აი მაშინდელთან არჩენები არიან ბერს და იბერს რო ერთმანეთთან აკავშირებენ. და იქვე ახსენებს იგი ალბანელებს. ეხლა რაც შეეხება ალბანელებს, აი 1 წუთი ვისაუბრებ, ან 9 წუთი ვისაუბრებ ამაზე. ალბანელები ვინც ჩაუხედავია, შემოგევლოთ ჩემი თავი, დიდი მადლობა, რომ აი ჩაუხედავი ადამიანებიც რომ ისმენენ და არა მარტო შესაბამისად და დიდი ხნის მეგობრები და ასე შემდეგ და იყო ჩვენს ტერიტორიაზე, კავკასიაში, მოდით ასე ვთქვათ, არა ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ კავკასიაში იყო 3 ქვეყანა, სიტყვაზე 20 საუკუნის წინ, 15 საუკუნის წინ, 17 საუკუნის წინ, 16 საუკუნის წინ, ეს იყო ერთი იყო, რა თქმა უნდა, საქართველო, ანუ იბერია. მეორე იყო არმენია, ცხადია და მესამე იყო ალბანეთი. ეს ალბანეთი 26 სხვადასხვა ხალხისგან და ტომისგან შექმნილი ერი იყო, გამიგეთ და იქ აი ლფინები, ჭილბები, უტიკები, ასე შემდეგ აი უამრავი ადამიანები იყვნენ. სხვადასხვა მართლაც სხვადასხვა ხალხი, აბსოლუტურად სხვადასხვა ხალხი და ამ 26-მა ერმა შექმნა სახელმწიფო ალბანეთის. აღეწოდება ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს, მოდით ახლა ნომინალურად ერს, ასე ვთქვათ. 26-მა ერმა მე ერთი ერი გააკეთა შესაბამისად და ამ ერს ყავს სხვა განმანათლებელი, ახლა როგორც ჩვენი განმანათლებელია, მაგალითად ანდრია პირველ წოდებული და მერე წმინდა ნინო და მერე ასურელი მამები, მათი ლოცვა და მათი მადლი და ღვაწლი ჩვენს ერს შესაბამისად იმათ სხვა განმანათლებელი ყავთ, სხვა მასწავლებელი ყავთ, სხვა ენა ჰქონდათ როგორც მინიმუმ მე-7 საუკუნეში, როცა გაქრობა დაიწყეს. სხვა დამწერლობა ჰქონდათ, წარმოგიდგენიათ, რომელიც აი რა თქმა უნდა სრულყოფილად არა, მაგრამ მაინც უკვე რაღაც დონეზე ნაპოვნი განხილულია. სხვა მეფე ყავდათ და ასე შემდეგ და სხვა ხალხი იყო და აი დასაწყისისთვის, როცა აი ამ 26-მა ერმა შექმნა დაიწყო და ეს ქვეყანა, ეს ერი, ეს ეკლესია იყო დღევანდელი, ამაზე მე ვისაუბროთ კიდე, დღევანდელი მინგეჩაურის აღმოსავლეთით, დღევანდელი ოგუზი რო ქვია და ვართაშენი რო იყო იმის აღმოსავლეთით, აი სადაც და აი ხვდებით უკვე რა ტერიტორიაზე და არასოდეს არ ყოფილა ალბანეთი და ალბანური ეკლესია და ალბანური ენა და კულტურა, როგორც ეს ოროსნები, ან გაყიდულები, ან დაბნეულები, ან რა ვიცი, რაღა დავარქვა, აღარ ვიცი, ამბობენ რომ თითქოს და სიღნაღში იყო ალბანეთიო. ქართველები, კაცო, ქართველები თორე უცხოსთან მე სასაუბრო არ მაქვს და მათ ვეღარც გადაარწმუნებ. მთავარია ქართველი გადარწმუნდეს და ჩვენმა მოსწავლემ და ჩვენმა სტუდენტმა ინსტიტუტში თუ სკოლაში თუ დოქტორანტურაში ეს აღარ ისწავლოს. აღარ ისწავლოს ესა რა. ნაღმით ან ტყუილით ან არასაჩვენო აბსურდი, ულოგიკობა და ასე შემდეგ, რომ გარეჩი, ველის ციხეში, ბოდბეში, წნორში, სიღნაღში, გულგულასში, გულგულას აღმოსავლეთით თელავთან როა, გურჯაანში, ლაგოდეხში, ბელაქანში, ალიაბადში, კახში, ზაქათალაში არასოდეს არ ყოფილა. ერთი კვირა არ ყოფილა არამსთუ საუკუნეები, არც ალბანური ეკლესია, არც ალბანური სახელმწიფო.
მე უკვე ვთქვი, აი ამაზე ისაც უნდა რომ კონკრეტული მასალები მიიღოს, ვთავაზობთ წიგნებს, რუკებს, გამართულს. გადათქვით, უმორჩილესად გთხოვთ, გადათქვით. დეკანებო, კათედრის გამგეებო, მეცნიერებათა აკადემიის წევრებო, წევრ-კორესპონდენტებო, გადათქვით, გემუდარებით. თან ტყუილია, თან არასაჩვენოა, ნაღმია. მომიტევეთ. შენდობას ვითხოვ. აღელვებისათვის. შესაბამისად, მაშინ იმ ეპოქაშიც და ამ ეპოქაშიც აი ამ ხალხებს, ეხლა აი ჩამოვთვალე ძალიან ბევრი. კიდე მე ჩამოვთვლი, მოდით აი მაგალითად არა მარტო ეხლა მე რო ჩამოვთვალე მაგალითად მესამე, მეოთხე, მეხუთე საუკუნის ავტორები ვახსენე რა, აი კლიმენტი ალექსანდრიელი, იულიუს აფრიკანუსი და ასე შემდეგ. ასევე ამ ჩვენ რეგიონში მცხოვრებ ხალხებს ახსენებენ სხვადასხვა სახელწოდებით. ზოგი შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ აი ამას რა საერთო შეიძლება კონდეს. ეგრისელთან, კოლხთან, ლასთან, იბერიელთან, ქართველთან, მესხთან, ისეთი სახელწოდებები, აი მაგალითად ეხლა სტრაბონი ჩამოთვლი სოანებს, ბიძერებს, სოანი, ნახეთ რა საოცარი მსგავსებაა სვანთან. და სვანები რო იყვნენ 200,000-იანი ჯაი რო გამოყავდათ და გრანდიოზული ქვეყანა რო იყო და ხშირ შემთხვევაში რუკები რო არსებობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სვანეთი წერია მარტო რა. ამაზე მერე ვილაპარაკოთ კიდე. სუანები, ბიძერები, კარენიტები, ამატოკომიტები, კომიტები, ანუ მოსინიკები, სანები სხვა ხალხია. სავარაუდოდ საუბარი არის ზანებთან, ხაზგასმული და სუანები აშკარად არა მარტო დღევანდელ სვანეთში ცხოვრობდნენ, არამედ აჭარის მთებში ცხოვრობდნენ და აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში ძალიან ბევრგან ცხოვრობდნენ აი ამ წრეზე და დაბლა არა მარტო მთის ხალხი იყვნენ ესები, მთის ხალხიც იყვნენ, საშუალო რეგიონის და ზღვისპირეთის ხალხიც იყვნენ. კერკეტები, ფასიანები, ალაზონები, ტიბარენები, მერე ეს პირველი საუკუნეა, მაცხოვრის ეპოქაა, მაცხოვრამდელი ეპოქაა. შესაბამისად, აი ისა პროკოფი კესარიელი ლაზიკის დიდი ომების განხილვისას ომის სპარსებთან ახსენებს ასევე ძალიან ბევრ ხალხებს, მაგალითად ჩვენი კვლევებით აი აფშილებს ახსენებს, აფშილეთი მისიმიელებს ახსენებს, რომლებიც ამოწყდნენ. ესენი ცხოვრობდნენ სადაც დღევანდელი სუფსა, აი აფშილები ცხოვრობდნენ სუფსისპირეთში რა. გურიის რეგიონში, დღევანდელში. დაახლოებით სადაც ჩოხატაურია, იქ ცხოვრობდნენ მისიმიელები, ამოწყვითა ესერი, ქრისტიანები, კარგი მართლმადიდებლები, ამოწყვითა იუსტინიანეს ჯარმა. დაუნდობლად, აი გამაოგნებელ რაღაცეებს წერს, იცით, პროკოფი კესარიელი, დიდი ბოდიში რო გადავუხვიე, აღწერს თუ როგორ ჟლიტავდნენ აი ამ ადგილობრივ ძირძველ ქრისტიან ერს ქრისტიანები. ეომებოდნენ რა სპარსებს, ხოსროს და მერმერუეს. მერმერუე მათი მხედართავარია და ხოსრო მათი ასევე მხედართავარია და მეფე. ასევე აი უკვე მაგალითსათვის წეღან ვახსენე მე რომ აი მე-9 საუკუნის ავტორები არიან იოსებ გენესიოსი, გიორგია მარტოლი, კონსტანტინე პორფიროგენეტი, სვიდა. ესენიც უკვე თავის ეპოქაში ხალხებს ჩამოთვლიან რა. ხალხებს ჩამოთვლიან აი ამ რეგიონში ვინც ცხოვრობენ და ძალიან მარტივია ობიექტური თვალისათვის, ობიექტური კაცისათვის ამ ადამიანების ამორჩევა, ხო გამიგეთ? და იქ არ მინდა გადავუხვიო ახლა დიდი ხნით, მაგრამ მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ აი ამ რეგიონში ვანის ტბის მაღლა და არარატის მთის დაბლა შეიძლება ითქვას აი ამ ხალხებთან ერთად, ვინც 100%-იანი მყოფობა აქვს, აი ნახსენებია იქა სიტყვაზე სასპერებიც, იბერებიც, არმენებიც, აი მიდებიც და აქვე ახსენებს მაგალითისათვის ჰინდონი.
ესენი ანუ ჰინდონი, ანუ ეთიოპიელები. მე ამაზე წეღანაცა ვთქვით, რომ მაგალითისათვის 50 ნუსხა რო არსებობს ბიბლიისა, მოსეს ცოლი ზოგან ჰინდოა, ზოგან მავრია, ზოგან ეთიოპიელია, ზოგან მიდიელია და აი ხო ხდებით რომ აი ეს შესაბამისად ეს ერთადერთი ადგილია სადაც ჰინდონიც ცხოვრობდნენ, მიდიელებიც ცხოვრობდნენ, ეთიოპიელებიც ცხოვრობდნენ აი ამ ადგილას რა არა მარტო კიდე ერთხელ გეუბნებით არა და ვახტანგ გორგასალმა რო იომა მე-5 საუკუნეში სპარსეთთან ერთად იმ ჰინდოეთში კი არ წავიდა სადაც დელია და სადაც კალკუტაა და სადაც ბომბეია აი აქ რო ჰინდოეთია რომელიც სპარსეთის ტერიტორიაზე იყო მაშინ სპარსეთის ქვეყანაში თავის სიძესთან თავის გოგოს თავის დის ქმართან ერთად ეომა ამ ხალხს აი აქ მაცხოვრებელ ეომარა აბაშებს იცით თქვენა ეომარა ჰინდონებს აი აქ იყო ეს ომი ზოგი ოროსანი რო ამბობს რომ აი არა ჩანსო რომ მე-5 საუკუნეშიო სპარსეთს და ინდოეთს ეომათო და არც უნდათ ამისი გაგება ზოგს რა ეს აღარ უნდათ ისო ისწავლეს გამიგეთ იმან ასწავლა ვიღაცა შესაძლოა მართლა ძალიან დიდმა მაგრამ რაღაცეები რო არასწორად ასწავლა გადახედვაც არ უნდათ რა შესაბამისად ახლა მაგალითად აი იოსებ გენესიოსი აი არმენთა წარმოშობაზეც საუბრობს რა ამ ჩვენი მოძმეერის ჩვენი მეზობელი ერის რომ იგი ამბობს რომ აი ტოლვილები არიან აქო და აი თესალიელი ადამიანი იყო არმენიო თესალიური სახელი იყო არმენიო და აქედან აიღესო ეს სახელიო არმენებმაო და აი მოსულები არიან აქო შესაბამისად ჩამოთulis და ისიც ამბობს რომ აი ასირიული წარმოშობა აქვთ ეხლა ეს ძალიან საინტერესო ცნობაა ეს საგულისხმო ცნობაა რომ აი სემიტური წარმოშობის ხალხი არიან ამბობს იოსებ გენესიუსი ერთი სიტყვით აი ახლა დაახლოებით მიმოვიხილეთ ჩვენ პირველი საუკუნიდან აქ მცხოვრები არსებენ ახლა რა თქმა უნდა უამრავ ცნობას ხალხებზე მაცხოვრებლებზე ცოტა რა თქმა უნდა მაშინ გაცილებით ნაკლები ცხოვრობდნენ იძლევა გნებავთ ეკატე მილეტელი და ჰეროდოტე და იმ ეპოქის ადამიანები რა თქმა უნდა იძლევიან უამრავ ცნობას რა ხალხები ცხოვრობდნენ და შესაბამისად ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე რომ აი დღევანდელობის მსგავსად რა პარალელი რო გავავლო კარგად გამიგეთ პარალელი რო გავავლო არსებობენ ბოროტი ბოროტი ხალხები, ბოროტი ადამიანები, ან ჩაუხედავები, ან ოროსნები რა, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო და ქართველი ერი არის შედგენილი ერი მე-11 საუკუნის მიჯნაზე. კარტიზაცია ესეთი ზღაპარი, ნაგავი თეორია, უამრავი ადამიანი, წიგნი და ავტორი და მეცნიერია ამას აყოლილი, ზოგს რა უნდა აუხსნა რო შესაბამისად რა უნდა სთხოვო, რა უნდა მოსთხოვო, რო ვახტანგ გორგასალზე ქართველი თქვას რა. და თქვას რომ საქართველო იყო ეს ქვეყანა, იმის და მიუხედავად რომ ამოვიდა ეხლა ღვთისწყალობით იერუსალიმში წარწერა რომ ქართველთა ქართველი ეპისკოპოსი ფურტაველი რომ მე აი თურმე მე-5 საუკუნეში უკვე არსებობდა ქართველი ამის მიუხედავად არ უნდათ ამისი გადათქმა რომ აი საქართველოს სიტყვა ჩნდება ქართველი არსი ჩნდებაო მე-10 საუკუნეშიო და ის იყო მანამდე იბერი ის იყო მანამდე კოლხი და დღესაც უამრავი ადამიანია ბოროტმოქმედი რომელიც სხვადასხვა ქართველ ეთნო ჯგუფზე ენა უსწრებს და ამბობს რომ ეგენიო ქართველები არ არიანო და აი არის ესეთი ცნება ნათესავით ქართველი, აი მაგალითად ილარიონ ქართველზე ესეთი ფორმულირებაა მოგეხსენებათ რომ ილარიონ ქართველი კახეთის ქვეყნიდან. აი რა კარგი განმარტებაა რა ნათესავით ქართველი ნიშნავს ეროვნებით ქართველს.
და აი არის ესეთი უდიდესი წმინდანები ძალიან მიყვარს დავითი და კონსტანტინე 700-იანი წლების დასაწყისში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ და წმინდანები არიან მოგეხსენებათ და ისინი არიან ეგრისელები, აი ეგრისის ერთ-ერთი სანახი იყო არგვეთი, ისინიც აი კი არ არიან მოხსენიებული ნათესავით ეგრისელნი, ისინიც არიან ნათესავით ქართველნი, მემატიანესაგან მოხსენიებული. აი ესეთი აი ხო ხდებით რომ ისე თქმა მინდა რომ აი ნათესავით ქართველი ეწოდება მეგრელსაც მე ძალიან მიყვარს მე სამეგრელო უსაზღროდ მიყვარს და ბედნიერი ვარ იმ მყოფობით ძალიან ხშირად და ნათესავები მყავს უახლოესი ადამიანი მაგრამ აი ნათესავით მეგრელი ვერცერთ წყაროში ვერ გამოიძებნება კარგად გამიგეთ რომ აი მოხსენიებული არიან როგორც აი მაგალითად იგივე იოანე მთაწმინდელი ხო მესხია მასზე რო წერს გიორგი მთაწმინდელი მე-11 საუკუნის ადამიანი ხო მასზე ამბობს ნათესავით ქართველი არ ამბობს ნათესავით მესხი აი და მე-16 საუკუნეში აი მე-15 საუკუნეში აი მონღოლობისას უკვე მერე რო იწყება შესაბამისად მერე ფედერალიზაცია მერე უკვე ჩნდება სამწუხაროდ აი ესეთი რაღაცეები რომ აი ვიღაცა კახელად არის მოხსენიებული როგორც ეროვნებად ხო გამიგეთ მერე ვიღაცა მაგალითად იმერლად არის მოხსენიებული როგორც ეროვნებად და აი ამ ფედერალიზმმა დაგვანგრია ჩვენ რა და დღესაც ძალიან ბევრ ჩაუხედავ ადამიანსაც უნდა რომ საქართველოს ფედერალური იყოს რა და ესე კუთხეები იყოს და წარმოიდგინეთ რეები გაჩნდება მერე კახელების აღმახნული ქართველებმა დაღმაფარცხესო მოგეხსენებათ და აიღლა მარაბდობა იყო გუშინ წინ და დიდი დღე და იმის და მიუხედავად რომ საშინელი მარცხი განვიცადეთ ჯამში აი ამითი და დიდი დანაკარგი პოვა ჩვენმა ქვეყანამ თუმცა აქ დაცემული 9,000 10,000 ადამიანი ყველა წმინდანია მოგეხსენებათ და მათ შორის არის სოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი წმინდა ოჯახი ეს არის ხერხეული ძეთა ოჯახი აი სუვღელავ მათ გახსენებაზე 11 სული ერთ დღეს გარდაცვლილი ცაში გაემგზავრა მათი სულები წმინდანები არიან მსგავსი რამე არ მეორდება იქ ეპისკოპოსებიც დაიხოცნენ იქ ძალიან დიდგვაროვანი ადამიანებიც დაიხოცნენ ამ ომში და პირველი ნაწილი ამ ომისა მოვიგეთ რომ დაეჯერებინა მეფეს და სამეფო კარს და პირველ კაცად რომ განეწესებინა სამხედრო თვალსაზრისით გიორგი სააკაძე მას უამრავი რამე ექნებოდა სტრატეგიული მოფიქრებული და უეჭველი მოვიგებდით მაგ ომს და საბოლოოდ დავადუღებდით რა იმის მერეც და მანამდეც რომ უამრავჯერ აგვაწიოკა შახმა და მისმა მოდგმამ შესაბამისად და საბოლოოდ დავადუღებდით და საბოლოოდ დავანელებდით და მე შეიძლება ითქვას რომ დარჩებოდა ეგრე მდგომარეობა და სიტუაცია და ეს კაცი ეს გიორგი სააკაძე ეს გენიოსი სტრატეგი შესაბამისად სადღაც ერთ-ერთი ფლანგის ერთ-ერთ ქვემ თავარ სარდლად განაწესეს რომელმაც ესე უსიტყვოდ უჩუმრად აი შეასრულა როგორც ნამდვილ ქართველს შეეფერება და სამეფო კარის მორჩილს შეეფერება და ღვთისმოსავ ადამიანს შეეფერება მორჩილება ეგრე შეასრულა თავისი დავალება ვალდებულება და ამის მიუხედავად რომ ეს არასწორი სტრატეგიული გათვლით განვითარდა ეს ომი პირველი ნაწილი პირველი შეტაკება მოვიგეთ და ხალხმა ზარზე იმი დაიწყო წარმოიდგინეთ ზურგში და რაღაც ფლანგებზე რომ მოვიგეთ ომი ზოგმა კეიფი დაიწყო ზოგმას უპრა გაშალა წარმოიდგინეთ სიხარულისგან ცხადია ბედნიერებისგან რომ სპარსეთი დავადუღეთ 1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე ქართლის ველებზე და მე მოგვიბრუნდნენ ისინი მოგვიბრუნდნენ და მოგეხსენებათ დავმარცხდით და
ამ წელს აი ამ ამბავიდან სულ რაღაც ორი თვით განსხვავებით ერთმანეთი ამოწყვიტეს ლანჩხუთის ომი ერქვა გურიელმა და დადიანმა და მათ უამრავი ზარბაზანი ჰქონდათ, უამრავი იარაღი ჰქონდათ, უამრავი ჯარი ყავდათ 8,000-7,000-ზე წარმოგიდგენიათ და მათი 1/13 ამ ჯარისა და მათი იარაღის 1/13 რო აქ ყოფილიყო, უეჭველი მოვიგებდით. ამ ომს წარმოვიდგინეთ ქართული სამყარო დაადუღებდა აი აქ ქართლის ქვემო ქართლის მიწაზე დაადუღებდა სპარსეთ სამუდამოდ შეიძლება დაგვეკლა კიდევაც სადღაც აი იქ ზურგში მდგომი მათი მეფე შახი აი ფედერალიზაცია აი შესაბამისად რაღაც ეროვნული წარმონაქმნები ამ ფუძერის ერთ ენაში ერთ ეკლესიაში ერთ ქვეყანაში წარმოგიდგენიათ აი ფედერალიზაცია რა იყო აი მერე გაჩნდა ეს კახელნი ხო წარმოგიდგენიათ და ეს იმერელნი და ასე შემდეგ და იმერეთის სამეფო კახეთის სამეფო ქართლის სამეფო და ბაგრატიონი სხვადასხვა ერები იყვნენ ერთი ენა ერთი კიდე კაი დედა ეკლესია იყო ერთი რა კიდე კარგი სასწაული წყალობა დედა ეკლესია რო არ დაიშალა არასოდეს რა დიდი მადლობა ღმერთო შესაბამისად და არც დაშალოს. ეხლა ვიღაცას შეიძლება რაღაცა ოროსნული აზრი გაუჩნდეს, რომ აი მაგალითად არსებობდა აფხაზეთის, ეს იყო სრულიად ქართული აფხაზეთის საკათალიკოსო, ასევე არსებობდა ხუნძეთის საკათალიკოსოც, იმიტომ რომ იქ უამრავი ქართველი იყო და აი შეხედეთ აი ამ რუკას, აი ეს რუკა კიდე ერთხელ მინდა რომ დაგათვალიერებინოთ. აი აფხაზეთის საკათალიკოსოს საზღვრები. აი ეს არის დიდი ჩვენი ქართული ეკლესიის საზღვრებია ესა. ქართული სახელმწიფოს საზღვრები კი არ არის. ქართული ეკლესიის სამრევლოა და აი აქ მაგალითისათვის მე-5 მონღოლებამდე სხვა მართლმადიდებლური ეკლესია არ იყო. ეხლა აქ აი აქ მთავრდება. სადაც არის ოფი, სადაც პიტიუსა იყო, სადაც სურმენე არის და ეს უკვე კონსტანტინოპოლის ეკლესიის კუთვნილება არის. მე-15 საუკუნეში შესაბამისად და აი აქ იყო სულ განფენილი მე-15 საუკუნემდე ქართული ეკლესია და აი მე-17 ეხლა რეზიუმე იმ საუბრისა თავიდან რო ჩამოვაყალიბე რომ აი ეს უდიდესი ერი იყო ქართველი ერი უდიდესი იყო იბერთა მოდგმა და შესაბამისად როგორც დღეს ვიღაცა ოროსნისათვის და ვიღაცა მტერისათვის ჩვენ სხვადასხვა ხალხები ვართ მაგალითისათვის გურული და ქიზიყელი მაგალითისათვის მეგრელი და იმერელი მაგალითისათვის სვანი და ლაზი მაგალითისათვის მოხევე და ქართლელი აი ეს და ზოგს გონია რომ ეს სხვადასხვა ხალხებია სხვადასხვა და მე შესაბამისად აი რაღაც სახელმწიფომ თუ ეკლესიამ განაპირობა მათი გაერთიანება და ერთ-ერთად ჩამოყალიბება ის ოროსანია და ბოროტმოქმედია და ეს იბერები შესაბამისად როგორც დღეს ქართველს აქვს ესეთი ქვეეთნო სახელი რომ აი მაგალითისათვის ეღანად ჩამოვთვალე კახელი სადაც კიდე შიგნით არის ქიზიყელი და გარეკახელი და ასე შემდეგ სადაც არის მაგალითისათვის ჯერ მარტო სამეგრელოშია ხო ოდიშელი და სამურზაყანუელი და ზუგდიდელი და ასე შემდეგ ხო იყო ესეთი მიმართულებები ანალოგიურად შესაბამისად აი ამდენი რო არის შექმნილი როგორც დღეს არის ამ პატარა ქვეყანაში 50 დიალექტი და ქვედიალექტი რომელიც ხშირ შემთხვევაში ისეთი განსხვავებულია რომ ადამიანები ქართველები 21 საუკუნეში მცხოვრები და მე-20 საუკუნეში ნაცხოვრები ადამიანები ერთ ტელევიზორთან და ერთ გადაცემასთან გაზრდილი ადამიანები და სკოლაში ერთი წიგნით ნაკითხი ადამიანები ხშირად რომ ერთმანეთისას ვერ იგებენ მაგალითისათვის ახმეტელი და ჩოხატაურელი მაგალითისათვის ჭიათურელი და სიღნაღელი უცხო რამე ვთქვი
უცხორამე ვთქვი რა არ არის 1500 სიტყვა განსხვავებული რა იმაში გურიაში სალიტერატურო ენისაგან ტოც რო ბოლი ქვია და ბიჭს რო ყაზილარი ქვია პირველად გაიგეთ და ეხლა ვინ მიხვდება მაგალითისათვის გორის რაიონის სოფელ ატენში რომ ბოლი შეიძლება იყოს ტოტი და ბიჭი შეიძლება იყოს ყაზილარი ზოგ შეიძლება შეურაცხყოფელ სიტყვად მიაჩნდეს ყაზილარი რო დაუძახოს ვინმეს ხო აი ანალოგი იყო ესეთი ძალიან ცუდი ადამიანი რა ან დავალება ქონდა მას რა ერთი კონდრატიევი თბილისში გაზრდილი ადამიანი ხათაშორის სახელოვანი ძალიან სახელოვანი ძმა ჰყავს მას რომელიც აი მანჯურიაში ომობდა რუსეთის იმპერიის ეპოქაში იცით ეს ომი თქვენა კონდრატიევი იყო კარტოგრაფი თბილისში დაბადებული თბილისში გაზრდილი ცხადია რუსულ ოჯახში იმპერიის ეპოქაში და მას აქვს აი თბილისის გუბერნიის ქუთაისის გუბერნიის ყარსის ოლქის და ასე შემდეგ აი ამ რეგიონის რუკები გაკეთებული და ეს რუკა რო აქვს გაკეთებული იქვე არის ეთნოგრაფიული შემადგენლობა აქ მაცხოვრებელი და სულ ცალ-ცალ იცით როგორ აქვს ნახეთ რამდენი ადამიანი მოტყუდება გრუზინი წერია გამიგეთ და არის მაგალითისათვის აი 28 სიტყვაზე თბილისის გუბერნიაში სიტყვაზე ქუთაისის გუბერნიაში სიტყვაზე ყარსის ოლქში გრუზინი და წერია მაგალითად 28800 ადამიანი სიტყვაზე რა თუ 68800 ადამიანი მერე წერია იმერე წინცი მენგრელი სვანი და იმათაც რაღაცა რიცხვები უწერიათ გამიგეთ თურკი რომელშიც იგულისხმება არა თურქები იმ მოდგმის ხალხი თურანული მოდგმის ხალხი არამედ იგულისხმება ახალციხეში მაცხოვრებელი გამუსულმანებული მესხები ქართველები რომელთაც ჩვეულებრივი რამეა რომ თურქებს ეძახდნენ იმიტომ ეძახდნენ თურქებს რომ მათ თურქული წარწმუნოება მიეცათ ხო გამიგეთ არმიანე წერია არმიანე გამიგეთ აი ამ არმენებში შესაძლებელია რაღაცა ნაწილი მართლაც იყოს არმენი ძველი არმენი მაგალითისათვის მე-5 საუკუნის თუ მე-7 თუ მე-10 თუ მე-15 საუკუნის მაგრამ ვისაც კი ქონდა შესაბამისად აქ მიღებული თბილისის ქუთაისის თუ ყარსის ოლქში თბილისის და ქუთაისის გუბერნიაში და განჯის ოლქში ვისაც კი მიღებული ქონდა ქართველს მათი სარწმუნოება ყველას ასე იხსენიებდნენ და ესე არის ჩამოთვლილი აი უამრავი შესაბამისად უამრავი ქართველი სხვა ბარაშია გაყვანილი რა სხვა ბარაში და მერე ვიღაცა ოროსანი დაბნეული ამას დახედავს გრუზინი მარტო ამას აიკითხავს და უი აი იარაღი ან თუ ხუთოსანია რა როგორც მზაკვარი უი აი იარაღი და იტყვის რომ იცით რა ქართველები ესეთი ძალიან ცოტანი იყავით რა აი ესეთი ძალიან ცოტანი იყავით და მერე აი ამ იმპერიისას იბარტყეთ და აი მე 5 მილიონზე ახვედით რა 1900-იან 1970-იან წლებში 80-იან წლებში და ეხლა იბარტყეთ თორე ძალიან ცოტა იყავითო ოროსანი მოდის ისტორიკოსი მეუბნება რომ 700.000 ქართველი გავიყავითო კი დიდება უფალს რო ღვთისმშობელი გფარველობს ხილულად და უამრავჯერ გადაგვარჩინა ძლევაი საყვირველის დროს გადაგვარჩინა ღმერთმა ღვთისმშობელმა და წმინდა გიორგიმ რაზეა საუბარი ხილულია და უამრავჯერ ეს დღესაც იგივე ხდება მაგრამ ის რომ უამრავი ადამიანი ვიყავით ეხლა აი სტრაბონი ამბობს მაგალითისათვის სტრაბონი რომ სადაც არის ედესა იქ იბერიაც არის გამიგეთ იქაც ცხოვრობდნენ იბერები უამრავი იბერი ცხოვრობდა სადაც დღეს ერევანია სადაც დღეს მაგალითად აი ნახეთ სად არის ჩასული აი აქ იყო ტაოს სამეფო ვანის ტბაზე ვანის ტბის გარშემო ვანის ტბის ქარდუკებს ესენი ყველანი იყვნენ ქართველები და შეიძლება ითქვას რომ ამასთანავე იბერებიც მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ აი გამომდინარე იქიდან რომ რო ვამბობდი წეღან რომ რა თვალსაზრისით ეძახიან ენებს რა ვიღაცა გამოვლელი რაღაც დონეზე ეხლა ჯერესეთი ვერც გაიგებდა ქართულს წმინდა ქართულს მაშინაც იყო ცხადია აი მე-5 საუკუნეში სიტყვაზე მე-4 საუკუნეში სალიტერატურო საეკლესიო დახვეწილი შემდგარი ქართული ენა რაზედაც შუშანიკის წამებაა დაწერილი და
უამრავი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები შესაბამისად ყველა ერთ ენაზე როა, გამართულზე და გამაოგნებელი როა. აი ესე შესაბამისად ყველა ამას ხო ვერ იგებდა და ნახულობდა სხვა ადამიანს, როგორც მაგალითისთვის დღეს ვიღაცამ რომ აი ამ კუთხეს რაღაცა დავუძახოს, აი ადამიანი ჩავიდეს და თქვას რომ აი ეს გურიაა, რა, უცხოელი ჩამოვიდეს და ვიღაცა ოროსანმა თქვას რომ ეს არ არის საქართველოს, ეს გურიაა. და ესე კი არ ლაპარაკობენ მაგალითისათვის, აი სალიტერატურო ენაზე, აი ლაპარაკობენ ასე რა. ვენაცვალე აი ამ დიალექტებს ძალიან მიყვარს და უამრავი სიტყვაა იქა და უამრავი ენაა და ფასეულობაა და სიძველეა და საკვლევია და ასე შემდეგ. აი რეზიუმი ამ ჩემი საუბრისა არის ის რომ აი ამ გრანდიოზულ ქვეყანაში ეს კიდე გაცილებით ეს არის კიდე ერთხელ ვიმეორებ დედა ეკლესიის მყოფობა მიტროპოლიტანა ნიაჯაფარიძის შედგენილი რუკაა და ამას მოსდევს აი ამ ხელა წიგნი. შესაბამისად რომ განმარტებად რა ეს არის მე-7-მე-15 საუკუნეში დედა ეკლესიის სამრევლო და გაცილებით ბევრ ტერიტორიაზე რა აი ზემო შუა მდინარეთში, შუა მდინარეთში, დღევანდელი სპარსეთის ტერიტორიაზე, დღევანდელი არმენიის ტერიტორიაზე, დღევანდელი აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, დღევანდელი შუა თურქეთის ტერიტორიაზე, პირიქითა კავკასიაში უამრავი ქართველი ცხოვრობდა და აი ამან გადაგვარჩინა რა, აი ამან გადაგვარჩინა და დღეს რო ცოტანი ვართ, ესეთი ცოტანი კაცობრიობასთან შედარებით არასოდეს არ ავყოფილვართ და მეცაც ვიტყვი, არც რაოდენობრივად არ ავყოფილვართ ამაზე ცოტა რა. მაშინაც კი როცა ოროსნები ან მზაკვრები ამბობენ რომ ვიყავით აი 1 მილიონზე ნაკლები მაგალითისათვის ერეკლეს ეპოქაში სიტყვაზე მაშინაც კი ვიყავით ჩვენ 10 მილიონი მინიმუმ და კიდე აი ძალიან ავთხოვ რა აი ამ გადაცემის აი ჩვენი ტელევიზიის ხელმძღვანელს მე კეთს ვიხრე რა თქმა უნდა დიდი აკადემიკოსია დიდი მეცნიერია როინ მეტრეველი მაგრამ როინ მეტრეველი ამბობს შემდეგ რაღაცას რომ მე აი თქვა ერთ-ერთ გადაცემაში პირველ არხზე რადიოზე ვინმე ჟურნალისტ გიორგისთან რომ თამარ მეფის დროსო შესაბამისად 4 მილიონი ნახევარი ადამიანი ვიყავითო და კი ვიყავითო გაცილებით ბევრნიო რა ალბათ 10-11 მილიონი შესაბამისად ჩვენ ვაუბრობთ 13-14 მილიონი მაგრამ იქო ქართველიო იყო მარტო 4 მილიონი ნახევარი და დანარჩენი ხალხებიო ახალ შემოერთებულ მიწაზეო ციტირებას ვამბობ ახალ შემოერთებულ მიწებზეო თამარ მეფის ეპოქაშიო თამარ მეფის ეპოქაში რა იყო ახალ შემოერთებული 100 წლის შემოერთებული იყო უამრავი მიწა შესაბამისად იქ არ ცხოვრობდნენო ქართველებიო აი იგულისხმა რა იცით აი ქართიზაციის თეორიის ისრები როა მიმართული რომ აი იქით აღმოსავლეთ კახეთში ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ჩრდილო-დასავლეთ ისა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ასევე ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში და სამხრეთ დასავლეთ კავკასიაში არ ცხოვრობდნენო ქართველებიო და აი ქართველები მარტო სულ ცოტანი ვიყავითო ტყუილია მაშინ ვიყავით აქ აი ამ რეგიონში თამარის სახელმწიფოში ვიყავით 11, 12, 13 მილიონი ქართველი ქართულად მოსაუბრე დედა ეკლესიის მრევლი და დანარჩენ სამყაროშიც ვიქნებოდით კიდე აი ამდენივე რა მეჭვი არ მეპარება რა თქმა უნდა ვიმეორებ რომ ღვთისწყალობაა ჩვენი გადარჩენა ჩვენი ენა ისევ რო არსებობს და ჩვენ უნდა გავმრავლდეთ არაფერია დაკარგული მაგრამ ხალხიც ძალიან ბევრი ვიყავით თორე ამოწყვეტადი და გაქრობადი ვიქნებოდით მე ესე ვფიქრობ და ყველა ცდილობდა რომ დახმარებოდა მცხეთას ყველა ცდილობდა დახმარებოდა ქუთაისს და აი ამ სამშობლოს სადაც დრიტაა სადაც არის მაცხოვრის კვართი და უამრავი ფასეულობა და ფუძეერი, ფუძე ქვეყანა, ფუძე ხალხი. დიდი მადლობა, ღმერთმა გაგაძლიეროთ. ძალიან დიდი მადლობა მეგობრობისათვის, ნათესაობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ ქართველებო.